ჩვენ დღეს მოვედით ილიონის პროფესორები იმასთან დაკავშირებით, რომ ვითხოვთ შეხვედრას პრემიერ-მინისტრთან. ჩვენ გვინდა ავუხსნათ მათ ის შედეგები, რაც მოყვება ამ რეფორმის განხორციელებას ძალიან ბევრი პროგრამისთვის. ეს პროგრამები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ამიტომ გვინდა კიდევ ერთხელ შევეცადოთ, რომ მას ავუხსნათ ჩვენი არგუმენტები და დავანახოთ რეალურად რა შედეგები მოყვება. აი მე მაგალითად შემიძლია კონკრეტულად გითხრათ სოციალური მუშაობის შესახებ. აი ამ რეფორმას მოყვება ის, რომ გაუქმდება სოციალური მუშაობის სამაგისტრო პროგრამა, რომელიც არის პირველი სამაგისტრო პროგრამა საქართველოში და თავად პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ არის სოციალური მუშაკების დეფიციტი. აი მე მინდა მას ვკითხო, როგორ წარმოუდგენია ამ რეფორმის ეფექტური განხორციელება კონკრეტულად აი ამ სფეროსთვის, როცა ის აუქმებს პირველ სამაგისტრო პროგრამას სოციალურ მუშაობაში. მაშინ, როდესაც დღეს სოციალური მუშაკების დეფიციტია, რეგიონებში საერთოდ ვაკანსიები ცხადდება და ვერ იყვანენ სოციალურ მუშაკებს და თავად აღნიშნეს, რომ წლიურად საჭიროა 192 სოციალური მუშაკის ასე ვთქვათ მომზადება. მაშინ, როდესაც გამოცხადებულია მხოლოდ 60 ადგილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.